ტელეიმედის დაბადების დღეს გვერდს ვერაფრით ავუვლიდით ჩვენს იუმორინას. ვინაიდან უკვე 21 წელია, რაც იუმორინას საკონცერტო პროექტები ტელეიმედის ეთერში გადის და მუდმივად უმაღლესი სატელევიზიო რეიტინგებით გამოირჩევა. ამიტომაც დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გვყავს იუმორინას ცნობილი სახე, ქართული იუმორის დიდოსტატი ბატონი ბიძინა მახარაძე. სალამი ჩემო ბიძინა. პირველ რიგში რა თქმა უნდა მოლოცვით უნდა დავიწყო, რადგან იუმორინა ვახსენეთ. მოუყვება ჩვენეს ემოცია, თუ გნებავთ ეიფორია, მაგრამ რასთავარი არა მარტო ჩვენ, არამედ 100,000-ობით მაყურებელს, რომელიც გვიდასტურებს ჩვენ ამ ხარდაჭერა, სითბოს, სიყვარულს და ყოველ ჯერზე სარგებლო შემთხვევით და შენთან ერთად უღრმეს მადლობას გადავუხდი ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომელიც ამდენი ხანია გვერდში გვიდგას და მოუყვება. არა, რა თქვა უნდა კაცო. ჩვენ მაყურებლის გარეშე ვინა ვართ, არავინ. ეს კი არა იუმორსაც ეგეხება. მაყურებელთან ერთად ქმნი. ეს არ არის ესეთი ხელოვნება კინო რომ გადაიღე და მე იმან აღიქვა არ აღიქვა ეს ხო წამიერია ეს ყველაფერი და ამიტომ თუ კი რამე შემიქმნია მეც და იუმორა შექმნა მაყურებელთან ერთად არის შექმნილი რა თქმა უნდა ზუსტად ასეა შენ ამდენი ხანია რაც მაყურებელი გიცქერს და შენი შემოქმედების მოყვარულება ამის ზეპირათიციან თითოეული სიტყვა თითოეული ფრაზა მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რომ შენ საკმაოდ საინტერესო სპორტული წარსული გაქვს იმიტომ რომ ხელბურთელი იყავი და ფეხბურთთანაც საკმაოდ ახლოს იყავი ნუ ხო თუ რამე მრგვალია ყველა ესე იგი ყველაფერთან მქონდა შეხება და ახლა მე ხო გონიოდან ვარ ხო და ძალიან დამამახსოვრდა მე მივხვდი ვის წინააღმდეგ მქონდა ნათამაშები თურმე მაშინ ვიყავი რომ კლასში მე-7 მე-8 კლასში ვიყავ მაგრამ სკოლის ნაკრებში ამიყვანეს მე-9 ნომრად ვიყავი მახსოვს ხო თუმცა ფრთაზე უნდა მეთამაშა ესე იგი გონიოს ნაკრები ხდება ნორჩ დინამოელებს ბათუმის და ერთი ფეხბურთელი იყო იმა თეთრი ფორმები ეცვათ კარგად მახსოვს ბიჭო რო აიღებდა ბურთს დავსდებდი ვერავინ ვერ ართმევდა რა სამი კაცის მოტყუება არაფერი არ იყო ხო და გავიდა წლები გავიდა მე იქ ჩვენთან იყო ვინც დადიოდა ნორჩ დინამოელში ჩემი სოფლელი სულიკო მალაღმაძე და ვინ იყო მეუთხარისა და ეგაო ქორიძეაო და ქორიძეა ვის აღმოჩნდა კაცო დინამოს მე რომ გავახსენე გახსოვს მეუთხარი გონიოში რომ კი მე შეწინააღმდეგ თამაშობდი მეუთხარი ხო და მე მოიპოვა თუ კი რამე იყო რა ქვია მაგრამ შენ მე ამ ხანაგურ თამაში არც მეტი ასაგლები ალექსანდრე ჩივაძის წინააღმდეგ გაქვს ნათამაშები ხო ეს როგორ იყო იცი ახლა ყველაფერს უნდა დაარქვა თავის სახელი მე არ მომიგონია ამ მაცერქვა ესტრადის ვარსკვლავთან ნაკრები ქართული ესტრადის ვარსკვლავთან ნაკრები ხდებოდა თბილისის დინამოს დავდექი თავდასხმაში გადავდგამ ფეხს გადმოდგამ ჩივაძე გადმოდგამ წინ წავალ მე ვთხარი აქ ხვენია მე კიდე ამოკეთვა მინდა არ ვიცი ახლა რა დიალოგები იყო მაგრამ მე ნახევარის ხო ვარ ქართლელი და გომი და ხაშვილი რაღაცა და ნუ ცუდად მართლა არ ვთამაშობდი ახლა იმ დონეზე იმ გომის დონეზე და ბურთს რო ავიღებდი ძნელად მართვებდნენ სამი კაცის მოტყუება პრინციპში ჩემთვის არაფერი არ იყო ხო და ეხლა არ ვიცი უცებ გაერთიანდა ჩემში პაროდისტობის და იმიტატორის ნიჭი თუ რაზე გიყვები რომ იმ დღეს ნახე ბრაზილიის თამაში ვიღაცას ხდებოდა არ მახსოვს და პელე იყო ნუ პელე იყო რა იქში იყო მაშინ პელე იყო პელე არ ვიცი გადმომედო ესა თუ უბრალოდ ბაძავდი რო არ იმისაბაძია კაცო ხო არა რა თქმა უნდა ხო ბიჭო ავიღებდი ამბობს და ქორიძის არ იყოს დამზევდა 5-6 კაცი ეს გომელები ჯერ ხო წინ წავიდა და ბოლოს მოეშალათ ნერვები ეგ და ერთ ჩემ მეზობელია სორელნაზე ოქრო ქვია და ამასა ბიჭო კიდე პელეს ნახვა უნდა ისედაც ვერ ვაშერებდი ეხლა ჩემობიძინა ამ ყველაფერზე და ფეხბურთზე კიდე რატო ჩამოვაგდე საუბარი შენ ყველაზე უკეთ გამიგებ ისევე როგორც უამრავი ტელემაყურებელი რომელიც იმავდროულად ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარია და როგორი გულშემატკივრობა ვიცით ქართველებმა ეს გადასარევა დავამტკიცეთ თუნდაც გერმანიაში როდესაც ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და სადაც ჩვენ ქართველებმა პირველ რიგში მოედანზე და შემდგომ ტრიბუნებზე ჩვენი ხმამაღალი სიტყვა ვთქვით სულ მალე რამდენიმე დღეში არის უმნიშვნელოვანესი თამაში სომხეთის ნაკრებთან ჯერ გასვლაზე და შემდგომ შინ და ამასთან კარგად დავცადეთ ჩვენი შოუდან ესეთი გზის დალოცვა ჩვენი ფეხბურთელებისთვის სიმღერით ხო და სწორედ ეს სიმღერა მინდა შევთავაზო ახლა ჩვენი წლევანდელი იუმორინადან რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან იმ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდგომ შეიქმნა და
მოდი ამ სიმღერით დაულოცოთ გზა და კიდევ ერთხელ გამარჯვება უსურვოთ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს. დასრულდა ტრაბახი მერცენი ფანების ცხვიტილ რომ მივუკეთეთ ევროპული კარები ბრძოლით დავამარცხეთ მერცენთან ნაკრები ევროპის ჩემპიონი ეროვნული ნაკრები ასე ვიბრძვით როცა ბრძოლა სასახელოა როცა ვიცით რომ ჩვენს უკან საქართველოა მაშინ ბერძნული ნაკრები ჩვენ რას დაგვაკლებს საჩვენი ერეკლე და სადიმათი ერაკლე ნატურალა მიზანი რაც უფრო რთულია მისი აღსრულება ხომ უფრო სამურია ზეიმის დრო არის ღვინის და სასმისის მოვიგეთ დავიბრუნეთ ჩვენი ოქროს საწმისი ასეთი აღმაფრენა ჯერ არასდროს ვინახავ დიდი თუ პატარა ბედნიერი დადის მადლობა გუნდსა და მადლობა ტრიბუნებს აუ რა ვიღრიალეთ დარახნით ვიგუგუნეთ ძირსუ იღბლობა და ძირსუ იმედობა ერთ დღეში დავიბრუნეთ დაკარგული ერთობა ემდე ევროპულ ჩემპიონატებს ჩვენ ქართველები გუნდებით ხოლოდ შორიდან გასელიტაში ჩვენს გავერიეთ რო შეიცვალა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა გერმანიაში ბევრი ვიყავით რომ გვექო მაგრამ მთელი ძალით და ღონითა ბათუმიდან და ქუთაისიდან ზესტაფონიდან გურჯაანიდან ხონიდან ხაშურიდან და გორიდან ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა